დღეს გაიმართა გელა ხასაიას საქმის სხდომაც კოალიცია ცვლილებისთვის წარმომადგენელი 2 თვეზე მეტია წინასწარ პატიმრობაშია და პროკურატურა მას ერთ-ერთ პირზე თავდასხმას ედავება. ეს ინციდენტი საპროტესტო დემონსტრაციებს არ უკავშირდება, რისი აქტიური მონაწილეც ბრალდებული იყო, თუმცა ხასაია მიიჩნევს, რომ ამ საქმეს ქართული ოცნება მის წინააღმდეგ სწორედ პოლიტიკური ინტერესის გამო იყენებს. ის ბრალს არ აღიარებს მასთან ერთად დაკავებული ვასილ ქერდიყოშვილისგან განსხვავებით. არცებითი განხილვის ეტაპი ამ საქმეზე ახლახან დაიწყო. დღევანდელ სხდომაზე სასამართლოს შესავალი სიტყვებით მიმართეს მხარეებმა და დღეიდან დაიწყო მოწმეების გამოკითხვაც. ფორმულას კიდევ ერთი ჟურნალისტი ლიზი ვეკუა მუშაობს თბილისის საქალაქო სასამართლოში, ის პირდაპირ ეთერს უერთდება. ლიზი არსებობს მოლოდინი მეორე ბრალდებულთან მიმართებაში საპროცესო შეთანხმების გაფორმებასთან დაკავშირებით, თუ არის ცნობილი ამასთან დაკავშირებით რაიმე სიახლე? Დიახ, ვიდრე საუბარს დავიწყებ ვასილ ქერდიყოშვილთან დაკავშირებით, გეტყვით, რომ დღევანდელ სასამართლოს სხდომაზე მოვისმინეთ კოალიცია ცვლილებისთვის წევრის გელა ხასაიას და ასევე მისი უფლებადამცველის ომარ ფურცელაძის შესავალი სიტყვები. თავდაპირველად გეტყვით, რომ გელა ხასაია მისაუბრა რამდენიმე თემაზე, მან კიდევ ერთხელ თქვა, რომ აღნიშნულ ბრალს არ აღიარებს და გაიხსენა მისი დაკავების მომენტიც, როგორც აქტივისტი იქცენებს, ის საპროტესტო აქციიდან ბრუნდებოდა სახლში, რა დროსაც მაღაზიიდან გამოსვლისას რამდენიმე პოლიციელი დახვდა, ძალის გამოყენებით ჩასვა მანქანაში და ყველანაირი განმარტების გარეშე გადაიყვანეს განყოფილებაში. ერთ-ერთი მათგანი პოლიციელებისგან ერთ-ერთი იყო რეზი ჯინჭარაძე, როგორც გელა ხასაია ამბობს, საპროტესტო აქციებზე კარგად ცნობილი პოლიციელი, რომელიც მას დაემუქრა, რომ სისხლის სამართლის წესით აუცილებლად დააკავებდა და ზუსტად ამ დროს უთხრა ეს ყველაფერი გელა ხასაიას, მას არ განუმარტეს, რის გამო იყო დაკავებული და რატომ გადაჰყავდათ განყოფილებაში. ამ ყველაფრის გარდა გელა ხასაია მისაუბრა ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე BBC-ის საგამოძიებო ფილმზე. სწორედ ამ ფილმში იღებს თავად აქტივისტიც მონაწილეობას და იხსენებს დარბევების პერიოდს და იმას, თუ რა ზიანი მიადგა მას კონკრეტულად დარბევების პერიოდში და გელა ხასაია ამბობს, რომ ქართული ოცნება ახლაც ცდილობს სამოქალაქო აქტივისტების გაჩუმებას, მოუწოდა სამოქალაქო აქტივისტებს, რომ არ შეშინდნენ და თქვა ისიც, რომ 4 კედლიდანაც გააგრძელებს ბრძოლას საქართველოსთვის და იბრძოლებს მანამ სანამ ამ ბრძოლას ბოლომდე არ მიიყვანს. ამას გარდა, როგორც გითხარით, ომარ ფურცელაძემაც მისმა უფლებადამცველმაც ისაუბრა დღევანდელ სასამართლოს სხდომაზე, ისარგებლა შესავალი სიტყვით და მან კიდევ ერთხელ უსვა საქმის აბსურდულობას. ხაზი თქვა, რომ ამ საქმეში არ დევს არანაირი მტკიცებულება და მოსამართლეს სთხოვა, რომ გაითვალისწინოს ეს ყველაფერი მომდევნო სხდომებზე. სათქმელი ბევრი არ მაქვს, იმიტომ რომ ჩემმა უფლებადამცველმა ამომწურავად ისაუბრა. ერთხელ ვიტყვი კიდევ, რომ თავს დამნაშავედ არ ვცნობეს, ყველაზე კარგად იცის ვასილმა და ასევე ეგრეთ წოდებულმა ნეიტრალურმა მოწმემ, რომელიც ამ ადამიანის ნათესავია. რაც შეეხება ჩემს დაკავებას, პირველ რიგში პროკურორს მინდა ვკითხო. მან პირველ სხდომაზე თქვა, რომ გამოკითხვაზე დამიბარეს და დამირეკეს ტელეფონზე. შემდეგ უფლებადამცველმა ამოიღო ჩანაწერი და ვერ ნახა ზარი. მაშინ როგორ აღმოჩნდი განყოფილებაში, სადაც დალუქულია ნივთები, პური და საკვები პროდუქტები და თუ გქონიათ მსგავსი შემთხვევა, რომ გამოკითხვაზე ადამიანი ამგვარი პროდუქტებით მიდის. BBC-ის სიუჟეტზე მინდა ვთქვა, ეს გამოძიება თითქმის 1 წელია მიმდინარეობს და მათთან მქონდა ძალიან ხშირი კომუნიკაცია და მათგანაც იყო გაფრთხილება, რომ შეიძლება ქართული ოცნების სამიზნე გამხდარიყავი და ეს ჩემი სიტყვები არაა. ეს მე ისედაც ვიცოდი, მაგრამ ამ ადამიანებმა გამაფრთხილეს, ვინც ფილმში მოამზადა, სადაც მე ჩემს ისტორიას ყვებოდი. მათი მხრიდან მინიშნებაც კი არ იყო. გვეკითხებოდნენ, თუ რა გვახსენდება და როგორ ვგრძნობდი თავს. არანაირი პროვოცირება არ იყო მათი მხრიდან. ისიც არ ვიცოდი, რაზე აკეთებდნენ ფილმს. ის ვიცოდი მხოლოდ, რომ ფილმი ეძღვნებოდა ქართველი ხალხის პროტესტს, ბრძოლას. არ მგონია, რომ კონკრეტული პროკურორი რაიმე დიდ კონსპირაციულ გარიგებაში იყოს ჩართული. მე მგონია, რომ მისთვისაც შესაძლებელია გელა ხასაიას მიმართ დევნა, მისი პოლიტიკური მოტივები, მისი გაჩუმების მოტივები და გენერალურ პერსპექტივაში კავშირი BBC-ის შესაძლო გამოძიებასთან იყოს უცხო და იყოს დაუზუსტებელი. მაგრამ რაც შეეხება გელა ხასაიას, რაც შეეხება იმას, თუ რა უნდა გააკეთოს სასამართლომ გელა ხასაიას საქმეზე, ეს არის უპირობო სკეპტიციზმი ყველა იმ ოცნის მიმართ, რომელსაც მოისმენს, იმიტომ რომ გელა ხასაიას მიმართ დევნა არ არის ჯანმრთელობის რაღაც დაზიანებასთან დაკავშირებული არის გელა ხასაიას პიროვნებასთან და ძალიან დიდ სურვილთან გელა ხასაია ყოფილიყო ჩუმად. რაც შეეხება ვასილ ქერდიყოშვილის მხრიდან საპროცესო შეთანხმების გაფორმებასთან დაკავშირებით, დღევანდელ სასამართლოს სხდომაზე ამაზე საუბარი არ ყოფილა, თუმცა დაიკითხა ვასილ ქერდიყოშვილის დამკავებელი პოლიციელი კახაბერ შევარდნაძე, მას დაუსვა კითხვები მხოლოდ პროკურატურამ. რაც შეეხება ვასილ ქერდიყოშვილის საპროცესო შეთანხმებას, ჩვენ ამ ყველაფერთან დაკავშირებით ვკითხეთ გელა ხასაიას თანამებრძოლებს, რადგან ეს ადამიანები პროცესების დაწყებისთანავე ამბობდნენ, რომ ამ ყველაფრის მოლოდინი ჰქონდათ და ისინი მიიჩნევენ, რომ გელა ხასაია დაკავებულია
მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური მოტივით და იმისათვის, რომ ის უწყვეტ პროტესტში უკვე წლები არის ჩართული და ეწინააღმდეგება ქართული ოცნების პოლიტიკას. ეს кейსი არის იმდანად აბსურდული, რომ ვერც კი ვლაპარაკობთ იმ დღეზე, რა დღესაც მას ედავებიან ადამიანის ცემას. დღეს მათ შორის გელა ხასაიას და უმარის ადვოკატის მთავარ სიტყვაში ხშირად იყო ნახსენები BBC-ს სიუჟეტიც, იმიტომ რომ სწორად ამას უკავშირებთ ზოგადად გელას მიმართ ასეთ დევნას. ეს დიდი ხანია იცის ქართულმა ოცნებამ, რომ BBC უკვე 1 წლის განმავლობაში საქართველოში ამზადებს ამ სიუჟეტს და ეს ზუსტად ამ საქმეს შეიძლება უკავშირდებოდეს, რადგან გელა იყო ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟი ამ ფილმის. ვინც გელას ვიცნობთ, ყველამ კარგად ვიცით როგორი ადამიანი არის, ყველამ კარგად ვიცით როგორ პირველი გადის ადამიანის დასახმარებლად და ის ხელს ვერაზროს ვერავის ვერ მოტეხდა. შესაბამისად ეს არ გვიკვირს, შესაბამისად ჩვენ ასევე მზად ვართ ყველაფრისთვის. გელას მეგობრებმა ვიცით ზუსტად რომ გელა არის ყოჩაღად, არის მტკიცედ. მომდევნო ხმებზე გაგრძელდება პროკურატურის მხრიდან მოწმეების გამოკითხვა და გავიგებთ თუ რა მტკიცებულებები დევს რეალურად სამოქალაქო აქტივისტის საქმეში. მაყურებელს შევახსენებ, რომ გელა ხასაია და ვასილ ქერდიყოშვილი 29 სექტემბერს დააკავეს მათ ედავებიან ჯგუფურ ძალადობას რამაზ ჩადუნელის მიმართ და ეს ბრალი ითვალისწინებს 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.